ჯონ როუ ოქროს სახლი თავი მეოთხე სამსხვერპლო ვიღაც უახლოვდება სავანეს ეს ისრაელიანია რომელიც ეკუთვნის რჩეულ ხალხს იგი ნერვიულობს და უხერხულად გრძნობს თავს მას თან მიყავს თოკზე გამობმული კრავი რა მოიყვანა ისრაელიანი აქ მას ეშინია ღმერთის რისხვისა შესწოდა და სინდისი აწუხებს ისრაელიანმა იცის რომ ამ ოქროს კარავში დავანებულია წმიდა ღმერთი იქნებ ჯობია უკან შეტრიალდეს და გაიქცეს არა ღმერთს ვერსად გაექცევი ერთი იმის გაფიქრებაც კი რომ იგი უნდა წარს დგეს სამართლიანი ღმერთის წინაშე მას შიშის ზარს სცემს ეზო ადამიანი მიუყვება სავანის ეზოს ჩრდილოეთ კედელს თეთრი ფარდების თვალის მომჭრელი სიკაშკაშე აშფოთებს მის სულს ისრაელიანმა მოუხვია კუთხესთან და მიადგა ეზოს აღმოსავლეთ მხარეს მის წინაშეა ფართოდ გაღებული კარი იგი აღარ ყოყმანობს შედის შიგნით და აღმოჩნდება ფართო ეზოში მის წინაშეა საუცხოო სახლი ღმერთის სახლი მაღალი და დიდებული ზის მცხუნვარე სხივებით ალმური აზდის ქვიშას ადამიანს ისეთი გრძნობა იპყრობს თითქოს იგი ღმერთის პირისპირ დგას ვინც ყველაფერი იცის მის შესახებ და უფლის გამჭოლი თვალები იმზირება მის სულში და გულში მას უახლოვდება მღვდელი რა დაგემართა ეკითხება იგი კაცი ენის ბორძიკით პასუხობს მე შევწოდე და ღმერთი მირისხდება სწორედ იმ ადგილას იმყოფები, სადაც გმართებს ყოფნა, პასუხობს მღვდელი. ეს ადგილი განკუთვნილია მათთვის, ვინც მოსულია ცოდვის მოსანანიებლად და არა მათთვის, ვინც არ გრძნობს ცოდვილად თავს. სხვერპლი და სამსხვერპლო. გამომყევი, ეუბნება მღვდელი და ისინი აღმოჩნდებიან დიდი სპილენძის სამსხვერპლოს წინ, რომელიც წარმოადგენს სავანის მნიშვნელოვან ნაწილს. ამ ადგილას სწირავენ მსხვერპლს. ბიბლია ძალიან ბევრ ადგილას საუბრობს სამსხვერპლოსა და მსხვერპლის მნიშვნელობაზე. ყოველთვის, სადაც ნახსენებია მსხვერპლი და სამსხვერპლო, საუბარი ეხება ქრისტეს და მის გამომსყიდველ მსხვერპლ შეწირვას ჯვარზე. აქაა თავმოყრილი ღმერთის ყოველი ფიქრი, მხოლოდ ქრისტეთია შესაძლებელი ჩვენი ცოდვების გამოსყიდვა. საუკუნეების განმავლობაში ათასობით მსხვერპლი იქნა მიტანილი სამსხვერპლოზე. ეს შთამაგონებელი სურათი გვაგონებს ჯვარზე გაკრულ ქრისტეს. გამომსყიდველი ჯვარი გახდა მიწის და ზეცის კავშირის მარადიული სიმბოლო. ღმერთის გეგმა ღმერთმა დასაბამიდანვე იცოდა მის მიერ შექმნილი სამყაროს მომავალი. მან იცოდა, რომ ეშმაკი შეეცდებოდა ყოველივე მისი შექმნილის განადგურებას. შემოქმედმა იცოდა, რომ სატანის სურვილია დაანგრიოს ყოველი ადამიანის ცხოვრება და დაღუპოს იგი საუკუნო წყვდიათში. მაგრამ ღმერთს უკვე ჰქონდა ადამიანის ხსნის გეგმა და მხოლოდ მას შეეძლო ასეთი გეგმის მოაზრება. ღმერთი წმინდაა და მას არ ძალუძს ცოდვებზე თვალის დახუჭვა ან მათი დაუსჯელად დატოვება. ღმერთი ნათელია, მას უნდა განესაჯა ადამიანი. თუ ღმერთი თავის სამართლიან რისხვას დაატეხდა ცოდვილებს, მაშინ ღვთის სიყვარული როგორღა გამოჩნდებოდა? ღმერთი არის სიყვარული. იმისათვის, რომ ეს კვანძი გახსნილიყო, ღმერთმა სამყაროს განუცხადა თავისი გეგმა. მისი მხოლოდ შობილი ძე ჩამოვიდოდა დედამიწაზე და გახდებოდა ადამიანი, რათა მსჯავრ დადებულ ცოდვილთა ნაცვლად ჯვარზე მომკვდარიყო. ძველ აღთქმაში არაერთხელ არის ნათქვამი, რომ ყოველი ცხოველი მიყვანილი სამსხვერპლოზე მიგვანიშნებს ღმერთის საყვარელ ძეზე, რომ დადგება დღე, როცა დედამიწაზე ჩამოვა იგი, ეწამება და საზარელ ჯვარზე სიკვდილით დასჯიან. სიკვდილი განიცადა მათთვის, ვინც მე ვხედავ, რომ შენ მოიყვანე მსხვერპლი შესაწირად, ეუბნება მღვდელი კაცს, ვისაც კრავი ყავს მოყვანილი. დიახ, მე ვიცოდი, რომ უნდა მომეყვანა კრავი, მაგრამ განა მართლა უნდა იქნეს კრავი შეწირული? რა თქმა უნდა, რადგანაც სისხლის დაღვრის გარეშე არ შეიძლება ცოდვის მიტევება. მაგრამ ეს კრავი უდანაშაულოა, მას ცოდვა არ ჩაუდენია და ჩემს შვილებს ძალიან უყვართ იგი. ვიცი, მაგრამ ცოდვილს არ შეუძლია სხვისი ცოდვების გამოსყიდვა. შენ შესწოდე და აღარ გაქვს სიცოცხლის უფლება. შენ სიკვდილით უნდა დაისაჯო თუ შენს მაგივრად ვინმე უცოდველი არ შეეწირება. მღვდელი აგრძელებს საუბარს.
დაადე შენი ხელი კრავს, ამით შენ აცხადებ შენს დანაშაულს და კრავის უცოდველობას. ღმერთი შენ საქციელში ხედავს იმის აღიარებას, რომ შენ გაიგივდი კრავთან და მზად არის მსხვერპლის შესაწირად. შენი ცოდვა გადავიდა კრავზე, მისი სიკვდილის შემდეგ შენ განთავისუფლდები ცოდვებისაგან და გახდები ისეთი წმიდა, როგორიც იყო კრავი. ოდნავ დაწყნარდა კაცი და მშვიდად ადებს ხელს კრავს თავზე. დანა, კრავის სისხლი იღვრება უდაბნოს ქვიშაზე, შთამბეჭდავი სანახაობაა ეს ყოველივე. კაცმა ღრმა და მოისუნთქა, აღაპყრო თვალები ზეცისაკენ, მან იგრძნო თუ როგორ მოეხსნა დიდი ტვირთი მხრებიდან. კრავი იქნა შეწირული მის მაგივრად და ეპატია მას. ლევიტელთა წიგნის 4 თავის 3 მუხლი. ო ღმერთო, გმადლობ შენ. რა სიტყვით თქვენ შესახებ? გთხოვთ ნება დამრთოთ, ახალგაზრდა ბრძანდებით თუ წლოვანი, დაგისვათ კითხვა. ყოველივე, რაც მოისმინეთ, ჩაგაფიქრათ ამან? დაფიქრებულ ხართ თუ რას წარმოადგენს თქვენთვის ჯვარზე გაკრული იესო? წმიდა უცოდველი იესო ეწამა და მოკვდა ჯვარზე. იგი არ ეწამა თავის დანაშაულის გამო, მაშ ვისთვის დაითმინა მან ეს ტანჯვა? ყველასათვის? არა, ყველასათვის არა, რადგანაც მილიონობით ადამიანი ძალიან გულგრილია იესოს მიმართ. ისინი ცხოვრობენ მიწიერი ფიქრებით და ხორციელი გულის თქმებით, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც წესიერებითა და პატიოსნებით გამოირჩევიან, მაგრამ ჯვარზე გაკრული იესო არავითარ როლს არ თამაშობს მათ ცხოვრებაში. ეს გრძელდება მხოლოდ მანამდე, სანამ მათ არ დაუდგებათ გარდაცვალების წამი და გადავლენ საუკუნო სატანჯველში. არიან ისეთებიც, რომლებმაც დაინახეს ჯვარცმის ტრაგედია, აღშფოთდნენ და შეძრწუდნენ იესოს სიკვდილით, მაგრამ არც არასოდეს ერწმუნენ და არც ღმერთთან არ მისულან. არ მოიქცნენ, ისე როგორც მოიქცა ზემოთ ნახსენები ისრაელიანი კაცი. ქრისტე გაეკრა ჯვარზე მათთვის, ვინც დაადო ხელი კრავს, ღვთის კრავს იესოს. თქვენც შეგიძლიათ ეს გააკეთოთ. შეაერთეთ ხელები სალოცავად და ხმადაბლა უთხარით მას, ვინც თქვენთვის გაეკრა ჯვარზე. მე ცოდვილი ვარ, უფალო იესო. მე ვიმსახურებ სასჯელს ჯვარზე, შენ აიღე ჩემი დანაშაული და დაისაჯე სიკვდილით გოლგოთაზე ჩემს მაგივრად. შემდეგ აღმართე ხელები ზეცისკენ და თქვი, მამაო ღმერთო ჩემო, გმადლობთ შენ უფალო, მე მწამს შენი და მთელ ჩემს იმედს ვამყარებ შენს ძეზე, რომელიც გაეკვრა ჯვარზე ჩემს გამო. გმადლობ მამაო, უფალი იესო ქრისტეს სახელით. ამ წუთის შემდეგ ღმერთი გპატიობს ყველა შენს დანაშაულს, რადგანაც ქრისტემ გამოისყიდა ისინი თავისი სისხლით. თქვენ განთავისუფლდით, თავისუფლები ხართ სამუდამოდ. ჯვარზე მოხდა პატიება, რჯული ვერ დამდებს ბრალს ვერა. ჯვარზე ღმერთის სიყვარული განგვიცხად და ჩვენ, სისხლმა, ჯვარზე დამთხეულმა, გამოგვისყიდა ცოდვისაგან სამუდამოდ ჩვენ. როგორი ზომები ჰქონდა სამსხვერპლოს? მღვდელს მოყავს კრავი და მიუძღვის სამსხვერპლოსკენ. მხოლოდ ახლა ეძლევა კაცს საშუალება, რომ დაათვალიეროს სამსხვერპლო. მისი სიგრძეა 5 წყრთა და სიგანეც 5 წყრთა. ეს ციფრები შემთხვევითი არ არის. ბიბლიაში ციფრი 5 მეორდება რამოდენიმეჯერ. 10 მცნებაში პირველი 5 მცნება ასახავს ადამიანის ღმერთთან ურთიერთობას, მომდევნო 5 კი ადამიანის ურთიერთობას ადამიანთან. გამოსვლის წიგნის 20 თავი. ხელზე გვაქვს 5 თითი, ასევე 5 თითი ფეხზე. ყოველთვის სწორ საქმეებს ვაკეთებთ ჩვენი ხელებით? ყველა თავის მოქმედებასა და ქცევაში ადამიანი პასუხისმგებელია ღმერთის წინაშე. სად დავდივართ ჩვენი ფეხებით? დავდივართ იქ, სადაც ისურვებს ღმერთი? ვერც ერთ მცნებას, რაც ღმერთმა მოგვცა, ჩვენ ვერ ვიცავთ. ყველა მცნებას ვარღვევთ ჩვენი ხელებით და ჩვენი ფეხებით და მხოლოდ ჩვენ ვართ ამაში დამნაშავენი. თუნდაც ფიქრებში, რამდენჯერ დაგვირღვევია ისინი ჩვენ. ყველამ, ვინც მიიღო ეს ჭეშმარიტება, შეუძლია მივიდეს ღმერთის სამსხვერპლოსთან, ჯვართან. ჯვარზეა გაკრულის ერთადერთი, ვინც მიწაზე ცხოვრების დროს შეასრულა ყველა მცნება, შეუდარებელი ძეკაცისა იესო ქრისტე. ამიტომაც, მხოლოდ მას შეეძლო გამოესყიდა ცოდვები და მიეძღვნა თავისი თავი მსხვერპლად ღვთის წინაშე. სამსხვერპლოს ჰქონდა 4 მხარე. ციფრი 4 გვახსენებს წელიწადის 4 დროს, ქვეყნიერების 4 კიდეს. ესაიას წიგნის 11 თავის 12 მუხლი.
ბიბლიაში დედამიწის სიმბოლოა ციფრი 4. ამიტომაც იყო სავანის კარი 4 ფერით შეღებილი. არის ასევე 4 სახარება, სადაც საუბარია სამყაროს მხსნელზე, რომელიც მოვიდა დედამიწაზე, რათა ეხსნა ადამიანები. მან გამოისყიდა ყველა. იესო ქრისტეს მადლის გამო ყველას შეუძლია გადარჩეს, ვინც მოისურვებს. ქსურს გაიმარჯვო ცოდვაზე, გეკითხები შენ. ძალუც იესოს სისხლს ეს, მხოლოდ მის სისხლს ეს. ქსურს იესოს თავისუფლებაში გულით შესვლა, მის სისხლს შეუძლია ეს. ქსურს იყო თოვლივით თეთრი, ძალუც იესოს სისხლს ეს, მხოლოდ მის სისხლს ეს. იესოს სისხლი ყველაფერს გპატიობს შენ, მის სისხლს შეუძლია ეს. სამსხვერპლოს სიმაღლე 3 წრთაა. ჩვენთვის ცნობილია, რომ ღმერთი ცხადდება 3 პიროვნებით: მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სულიწმიდა. არის კავშირი სამებასა და სამსხვერპლოს შორის, სამებასა და გამოსყიდვას შორის? უსათუოდ, კაცობრიობის გამოსყიდვა მოხდა წმიდა სამების ნებით. მამა ღმერთმა მოავლინა თავისი ძე. 1 იოანეს წერილის მე-4 თავის მუხლები მე-9-დან მე-14-ს ჩათვლით. ძემ საკუთარი ნებით თავი დასდო მსხვერპლად. გალატელთა წერილის მე-2 თავის მე-20 მუხლი. იესო სულიწმიდის საშუალებით შეეწირა ჯვარზე. ებრაელთა წერილის მე-9 თავის მე-14 მუხლი. ამ 3 წინადადებაში თავმოყრილია ყველა 3 მოვლენა. იესო ქრისტემ მიიტანა თავისი თავი მსხვერპლად მამა ღმერთის წინაშე სულიწმიდის მეშვეობით. სამსხვერპლო იყო დამზადებული ხისგან. სამსხვერპლო იყო დამზადებული აკაციის ხისგან, რომელიც იზრდებოდა უდაბნოში. თვინიერ ნერგად იზრდებოდა მამის წინაშე უფალი იესო, როგორც ნერგი ურწყულ მიწაზე. ესაია წინასწარმეტყველის წიგნის თავი 53-ეს მუხლი მე-2. ხე ამოდის მიწიდან და იგი ადამიანური ბუნების სიმბოლოა. ჩვენ ვიცით, რომ იესო იშვა დედაკაცისაგან. გალატელთა წერილის მე-4 თავის მე-4 მუხლი. ესაია წინასწარმეტყველის წიგნში მე-4 თავის მე-2 მუხლში იესოს ეწოდება მიწის ნაყოფი. მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ იესო არის ჭეშმარიტი ღმერთი და საუკუნო სიცოცხლის წყარო. 1 იოანეს წერილის მე-5 თავის მე-20 მუხლი. და ასე იქნება მარადის უკუნითი უკუნისამდე. ჭეშმარიტი ღმერთი სიყვარულით და მადლით ჩამოვიდა დედამიწაზე და იქცა ადამიანად. ასე რატომ დაიმდაბლა თავის სამყარო შემოქმედმა? იმისათვის, რომ ეწამებინათ და ჯვარზე გაეკრათ. როგორც ღმერთს, მას არ შეეძლო სიკვდილი განეცადა. ეს შეუძლებელი იყო, მაგრამ იგი განკაცდა, იქცა სისხლად და ხორცად. ყველაფერში დაემსგავსა თავის ძმებს, გარდა ცოდვისა. იგი იყო უცოდველი. ეს ყველაფერი მოხდა იმიტომ, რომ გამოესყიდა კაცობრიობის ცოდვები, რათა გამხდარიყო შუამავალი ადამიანსა და ღმერთს შორის. ამით მან ადამიანი იხსნა ღმერთის სამართლიანი სამსჯავროსგან. ჯვარზე გააკრეს უძლური და ნაგვემი. მეორე კორინთელთა წერილის მე-13 თავის მე-4 მუხლი. ყოველივე ამაზე მოგვითხრობს ხის სამსხვერპლო. სპილენძი. მზით გაბრწყინებული დგას სამსხვერპლო. ხის სამსხვერპლო გარედან დაფარულია სპილენძით. სპილენძი სიძლიერის სიმბოლოა. იობის წიგნის მე-40 თავის მე-18 მუხლი. უფრო მეტიც, ეს ის ძალა, რომელსაც შეუძლია გაუძლოს ღმერთის სამსჯავროს. ამის დასამოწმებლად შეგვიძლია ვნახოთ რიცხვთა წიგნი თავი მე-16, სადაც აღწერილია აჯანყება. მოჯანყენი იყვნენ დახოცილნი ღმერთის რისხვის ცეცხლით. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სპილენძის საკმევლები მათ რომ ხელში ეჭირათ, ცეცხლისაგან არ დაზიანებულან. 250 ადამიანი დაიღუპა, მაგრამ საკმევლებს ნაკაწრიც კი არ აღმოაჩნდათ. ისეთი ძალა იყო მათში, რომ გაუძლეს ღმერთის რისხვის ცეცხლს. მსგავსი სპილენძით იყო დაფარული სამსხვერპლო. ვის შესწევს იმის ძალა, რომ გაუძლოს ღმერთის სამსჯავროს? არც ერთ ადამიანს და არც ერთ ანგელოს. ეს შეეძლო მხოლოდ მართალ და წმიდა ძეს ღვთისას. როგორი უნდა ყოფილიყო იგი? ხსნელი, ასევე ადამიანი, ადამიანობის სიმბოლო ხე და უნდა გაეძლო ღმერთის სამსჯავროსთვის, როგორც ამას სამსხვერპლოს სპილენძი უძლებდა. მას ერთადერთ შეეძლო მიეტანა თავისი თავი მსხვერპლად. მას ერთადერთ შეეძლო დაესრულებინა გამოსყიდვის უდიდესი საქმე, რომელსაც კაცობრიობა ელოდა
40 საუკუნის მანძილზე. უფალი იესო თავისი მადლით აბრუნებს დაკარგულებს ღმერთთან. დიახ, მას შეუძლია განწმინდოს და დაუბრუნოს სიცოცხლე ღმერთის ყველა ქმნილებას. რამდენიმე წლის წინ მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სპილენძში ჩასმული ხის კარებს ცეცხლი ვერაფერს აკლებს. ეს ინფორმაცია გადაეცა ლონდონის სახანძრო განყოფილებას. ასეთმა კარებმა გაუძლო ყოველ გამოცდას და ოფიციალურად იქნა აღიარებული როგორც ცეცხლგამძლე. ასე რომ კიდევ ერთხელ იქნა დამტკიცებული ბიბლიაში მოყვანილი ფაქტის სისწორე, რომელიც წინ უსწრებდა თანამედროვე მეცნიერებას. ეზოს შიგნით მოთავსებული სპილენძის დიდი სამსხვერპლო სიგრძით და სიგანით იყო 5 წყრთა, სიმაღლით კი 3 წყრთა. სამსხვერპლოს შიგნით მოთავსებული იყო ბადე, რომელზედაც ენთო ცეცხლი. ეს ცეცხლი იმდენად ძლიერი იყო, რომ იგი ნთქავდა მასზე დადებულ მსხვერპლს. ასევე იესო ქრისტემ ჯვარზე 3 საათი დაითმინა ღმერთის რისხვის ცეცხლი. ოქროს საკმევლის სამსხვერპლო არ იდგა ეზოში, იგი იდგა წმიდა ადგილას. მასზე ცხოველები კი არ მიჰქონდათ შესაწირად, არამედ მხოლოდ კეთილსურნელოვანი საკმეველი. ოქროს სამსხვერპლოს სიმაღლე იყო 2 წყრთა, ხოლო სიგრძე და სიგანე კი 1 წყრთა. როგორც სამსხვერპლოდან კეთილსურნელება ამაღლდებოდა ზეცაში და სასიამოვნო იყო ღმერთისთვის, ამის მსგავსად მორწმუნეთა ლოცვები და თაყვანისცემა. ყოველდღიურად მიჰქონდათ ცოდვის გამოსასყიდი მსხვერპლის სპილენძის სამსხვერპლოზე. აქ ცოდვილი ადამიანი ჰპოვებდა ცოდვების პატიებას. ეს შესაწირი მიგვითითებს ჭეშმარიტ ღვთის კრავზე. როდესაც იესო ქრისტე ჯვარზე გაეკრა, ამით ყველა ცოდვილ ადამიანს გზა გაეხსნა გადარჩენისკენ. მხოლოდ გადარჩენისთვის საჭიროა ღმერთისკენ მიბრუნება, რაც ნიშნავს ცოდვების აღიარებას და მონანიებას. ჩვენ უნდა ვირწმუნოთ იესო ქრისტე, ესე იგი გვჯეროდეს და კარგად ვიცოდეთ ის, რაც უფალმა აღასრულა ჯვარზე. ბადე, ცეცხლი, სამსხვერპლოს რქები. ცეცხლი გიზგიზებს სამსხვერპლოზე. მის შუაში მოთავსებულია ბადე, რომელზედაც აწყობენ შეშას. აქანთია თავად ღმერთის მიერ დანთებული ცეცხლი. ამაზე ლევიტელთა წიგნის მე-9 თავის 24 მუხლში ვკითხულობთ. როდესაც მღვდელი დებს ცეცხლზე შესაწირავს, ადამიანს შიში იპყრობს. როგორი ალიასდი სამსხვერპლოს, ტყუილად არ არის ნათქვამი ებრაელთა წერილის მე-12 თავის 29 მუხლში. უფალი ჩვენი შთანთქმელი ცეცხლია. დიდად აღელვებული უყურებს ისრაელიანი კრავს, რომელიც ცეცხლის ალშია გახვეული. კრავი სამსხვერპლოზე მის მაგივრადაა. დიახ, ჩვენ ვიმსახურებთ სასჯელს. იესო კი ავიდა ჯვარზე და თავისკენ მოაქცია ღმერთის რისხვა. ეს მისთვის იყო მტანჯველი. მან თავის თავზე აიღო ჩვენი ცოდვები. ვინც ცოდვა არ იცოდა, ის გახადა ცოდვად ჩვენს გამო, რათა მასში გავხდეთ ღვთის სამართლიანობა. ციტატა 2 კორინთელთა წერილის მე-5 თავის მუხლი 21. მამა ღმერთისგან მიტოვებული, იგი 3 საათის განმავლობაში ეწამა. მართლაც, რომ მხოლოდ მას ეკუთვნის თაყვანისცემა და განდიდება. ახლა, როცა გავიგეთ მის სიყვარულზე და ყოველივე რაც უფალმა გააკეთა ადამიანის გადასარჩენად, ჩვენთვის ადვილი მისახვედრია, თუ რატომ არ იმსახურებს წყალობას ის ადამიანი, რომელიც უარყოფს ქრისტეს ჯვარს და თუ რატომაა გამზადებული მარადიული ცეცხლის ტბა მისთვის, ვინც არ აღიარებს გამომსყიდველს. ისრაელიანი შიშით უკან იხევს. მის წინაშეა საოცარი სანახაობა, უშველებელი სპილენძის სამსხვერპლო, რომელზედაც იწვის მსხვერპლი. ცეცხლის ალმური აზდის მას, კვამლი ცას აღწევს. ცეცხლით დაფარული სამსხვერპლოს 4 რქა ისია მიმართული ცისკენ, თითქოს იგი ხელებს იწვდიდეს და ასე სწირავდეს ღმერთს მსხვერპლს. ეს სამსხვერპლო უფალი იესო ქრისტეს წინასახეს წარმოადგენს. როგორც სამსხვერპლოს სწირავდა მსხვერპლს ღმერთს, ასევე მიიტანა ქრისტემ თავისი თავი მსხვერპლად. ეს მსხვერპლი უძვირფასესია, რადგანაც იგი მიტანილ იქნა არაჩვეულებრივი ადამიანის მიერ. ამით უფრო კარგად გასაგები ხდება მათეს სახარების 23 თავის მე-19 მუხლი. რომელი უფრო დიდია, ძღვენი თუ სამსხვერპლო, ძღვენს რომ წმენდს. სამსხვერპლო არა მარტო მსხვერპლის შესაწირი ადგილია, არამედ აქ აგრეთვე ხდებოდა მსხვერპლის განწმენდა და გამოსყიდვა. იესო ქრისტე არის როგორც მსხვერპლი, ასევე სამსხვერპლოც. ამასთანავე იგი არის მღვდელი, რომელსაც მსხვერპლი მიაქვს შესაწირად.
ქრისტემ თავისი ნებით მიიტანა თავისი თავი მსხვერპლად. ჯვარი არა მარტო ხსნის ნიშანია ცოდვილთათვის, არამედ მასში უფრო ღრმა აზრია დაფარული. ჯვარი ასევე არის ძის მამისადმი მიძღვნის სიმბოლო. ძემ ჩვენთვის შესწირა თავი, მაგრამ უპირველეს ყოვლისა მან თავისი თავი მიუძღვნა მამას. უფალი იტანჯა და დამცირდა ჩვენი ცოდვების გამო და ამით მან მამა ღმერთი განადიდა. სიკვდილმაც კი ვერ შეაჩერა იესო და უფალმა თავისი ნებით გადასცა თავი ღმერთის სადიდებლად. მამა ღმერთმა ერთის მხრივ თითქოს და მიატოვა თავისი ძე, როდესაც იესომ აიღო კაცობრიობის ცოდვები, მაგრამ სინამდვილეში მამას სიყვარულით სავსე თვალებით შესცგერო და ჯვარცმულ ძეს. იმიტომ ვუყვარვარ მამას, რომ მე ჩემს სიცოცხლეს ვწირავ, ამბობდა იესო. იოანეს სახარების 1 თავის მუხლი 17. დაუსრულებელი შრომა. ისრაელიანს ტვირთი ეხსნება გულიდან. იგი განთავისუფლებულია თავისი ცოდვებისაგან. ახლა შეუძლია დატოვოს კარავი, მაგრამ უცებ გულში რაღაც ეჭვი ეპარება და იგი მღვდელთან ჩერდება. რა მოხდება ხვალ რომ შევცოდო? შენ ისევ მოხვალ და მოიყვან ახალ მსხვერპლს, თხას ან კრავს, ან და რამოდენიმე მტრედს. და თუ კიდევ რამოდენიმე კვირის შემდეგ შევცოდე, ისევ მოიყვან მსხვერპლს. ჩემი შრომა არასოდეს მთავრდება. განა ვერ შეამჩნიე, რომ არც ეზოში და არც კარავში არ არის დასაჯდომი? მე არა მაქვს უფლება, რომ ჩამოვჯდე, რადგანაც ჩემ შრომას არ აქვს დასასრული და არც არასოდეს ვისვენებ. ამ დიალოგის დამამტკიცებლად მოვიყვანოთ ადგილი ებრაელთა წერილიდან 1 თავის მუხლი 11 და ყოველი მღვდელი ყოველ დღე დგას მსახურებად და მრავალ გზის სწირავს იმავე მსხვერპლს. რატომ არ ჰქონდა მას სავანეში დაჯდომის და დასვენების უფლება, სადაც იგი მსახურებას ეწეოდა? იმიტომ, რომ ეს მოვლენები ხდებოდა ქრისტემდე, ჯვარცმამდე, ძველ აღთქმაში. მაშინ ჯერ კიდევ გამოსყიდვის დიდებული საიდუმლო არ იყო აღსრულებული და დასვენება შეუძლებელი იყო. ურიცხვი მსხვერპლი მოჰყავდათ სამსხვერპლოსთან. მეფეების 3 წიგნის მერვე თავში ვკითხულობთ, რომ 22,000 ხარი და 120,000 ცხვარი შესწირეს უფალს ტაძრის კურთხევის დროს. მსხვერპლის სიმრავლის მიუხედავად ადამიანმა ვერ შესძლო ცოდვისაგან განთავისუფლება. ებრაელთა წერილში 1 თავის 4 მუხლში ვკითხულობთ. ვინაიდან ვაცთა და ყუროთა სისხლით ცოდვების მოსპობა შეუძლებელია. მიუხედავად ამისა, ძველი აღთქმის დროს მსხვერპლის შეწირვისას ხდებოდა ცოდვების მიტევება. ჩვენს ისრაელიანსაც მიეტევა მისი ცოდვა. დავითი ფსალმუნში ამბობს, 31 ფსალმუნის 1 მუხლი. ნეტარია, ვისაც ეპატია დანაშაული, ვისი ცოდვებიც დაიფარა. მაგრამ ქრისტემდე ცოდვების მიტევება ხდებოდა დროებით, რადგანაც ცოდვის ჩადენის შემთხვევაში ისევ და ისევ უნდა მიეტანათ მსხვერპლი. ამ მსხვერპლს შეწირვას კი ბოლო არ უჩანდა, იმიტომ რომ ეს დაუსრულებელი შრომა არასოდეს სრულად ცოდვისაგან არ წმენდდა ადამიანს. ასე გრძელდებოდა მანამდე, სანამ არ გამოჩნდა ჭეშმარიტი შესაწირავი კრავი, რომელიც ერთხელ შეეწირა ჯვარზე. რომელთა წიგნის 3 თავის 25 მუხლი. სიხარულის შეძახილი. ყველაფერი სასწაულებრივად შეიცვალა ჩვენი მხსნელის და გამომსყიდველის გამოჩენით. ის უფალი ჩვენი იესო, როგორც წერია ახალ აღთქმაში, ერთხელ საუკუნეთა დასასრულს გამოჩნდა თავისი მსხვერპლით ცოდვის აღსაკვეთად. ებრაელთა წერილი თავი 9 მუხლი 22. მან ერთხელ მსხვერპლი შესწირა ცოდვებისათვის და სამუდამოდ დაჯდა ღვთის მარჯვნივ. ებრაელთა წერილი თავი 1 მუხლი 12. ხოლო სადაც ცოდვების მიტევებაა, იქ საჭირო აღარ არის შესაწირავი. ებრაელთა წერილი თავი 1 მუხლი 12. უწინ იყვნენ მიწიერი მღვდელთმსახურნი, ახლა კი გვყავს ზეცაში მღვდელი. უწინ ცხოველებს სწირავდნენ მსხვერპლად, ახლა ჩვენთვის ღვთის კრავია შეწირული. უწინ მსხვერპლს სათვალავი არ უჩანდა და მრავალჯერ მეორდებოდა მსხვერპლს შეწირვა.
ახლა კი ერთხელ და ერთი მსხვერპლ შეწირვით მოხდა ჩვენი ცოდვების გამოსყიდვა. უწინ მღვდელნი შუამდგომლობდნენ ადამიანს ღმერთთან და მათ შრომას დასასრული არ უჩანდა. ახლა კი მათი მოვალეობა დასრულდა, რადგან უფალი იესო ქრისტეა თავად ჩვენი შუამდგომელი. ოდესღაც ცოდვებს სამუდამო მიტევება არ ჰქონდათ და მათი შენდობა ხდებოდა დროებით. ეხლა კი შეგვენდო და გვეპატია ცოდვების საუკუნოდ. დადგა სიმშვიდე. დიდების ტახტზე ზის უფალი იესო ქრისტე. მან შეასრულა მამის ნება და შევიდა სიმშვიდეში. ჯვარზე 3 საათი სასტიკად იტანჯებოდა იესო, მაგრამ ამით მან ყოველივე აღასრულა და დაასრულა. აღსრულდა, თქვა იესომ და სული განუტევა. იოანეს სახარების 19 თავის მუხლი მე-20. ყველაფერი გაკეთდა ჩვენს გადასარჩენად და ახლა ისხა დაგვრჩენია გზააბნეულებს და ცოდვილებს, რომ მივიდეთ მასთან ისეთები, როგორებიც ვართ, ხელი დავადოთ მსხვერპლს და ვაღიაროთ, რომ ავწდით გზას. ეს არის მობრუნება და განწმენდა ყოველგვარი უსამართლობისაგან. წავიკითხოთ 1 იოანეს წერილის 1 თავის 9 მუხლი. თუ ვაღიარებთ ჩვენ ცოდვებს, მაშინ ის ერთგული და მართალი მოგვიტევებს და განგვწმენს ყოველგვარი უკეთურებისაგან. ირწმუნე მისი და მიენდე იესოს. განადიდე და სამადლობელი მიუძღვენი მას, რომ გიხსნა ცოდვისაგან. ეჭვინუ შეგეპარება, რომ იქნები მიღებული, რადგანაც უფალმა განაცხადა, რომ შენ ამიერიდან არაფერზე პასუხს არ გაგებინებს. უფალი მხოლოდ ერთხელ მოევლინა მის შექმნილ სამყაროს ხორციელად და თავისი მისია აღასრულა. შეხედე მას, მიაპყარი შენი მზერა მას, უმზირე ჯვარზე გაკრულ სიყვარულით და სანაცვლოდ სიცოცხლეს გიბოძებს. იცით კიდევ ვინ დაისვენა? ღმერთმა, ჩვენმა ზეციერმა მამამ. ღმერთი კმაყოფილია იმით, რაც გააკეთა მისმა მხოლოდ შობილმა ძემ ჯვარზე, რადგანაც ეს იყო მისი ნება. თქვენ შეგიძლიათ შეხვიდეთ მის სიმშვიდეში, რადგანაც იესომ შეგვარიგა მამასთან. მშვიდობამ და სიმშვიდემ დაივანა ჩვენს თავზე და ჩვენი ბაგით შევასხათ ხოტბა დიდება მას, ვინც მამა ღმერთმა შეიყვარა და ვისი მეშვეობითაც ჩვენ ვართ გადარჩენილი, რადგანაც სხვასში არავისში არ არსებობს ხსნა, არც არის ცის ქვეშ ხალხისათვის მიცემული სხვა სახელი, რომლითაც გადავრჩებით. საქმეები მე-4 თავის მუხლი მე-12. ზეცაში გადარჩენილი სულები უგალობენ უფალს. წავიკითხოთ გამოცხადების წიგნის მე-5 თავის მუხლი მე-12. ღირსია დაკლული კრავი, მიიღოს ძალა და სიმდიდრე, სიბრძნე და სიმტკიცე, დიდება, პატივი და კურთხევა.